უბედური შემთხვევა სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის გამო დაკარგულია რუსეთის სამი მოქალაქე. 4 კაციანი ჯგუფიდან სტიქიას მხოლოდ 19 წლის მაქსიმ ტარასოვი გადაურჩა. ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მთავრსროლები მყინვარწვერისკენ მიდიოდნენ. დაკარგულების მოსაძებნად უკვე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები გუდაურიდან, სტეფანწმინდიდან და ვლადიკავკაზიდან, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ნახეთ რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან. ცუდი ხილვადობის გამო ქართველმა მაშველებმა ზვავში მოყოლილ რუს მთავრსროლებამდე მისვლა დღეს ვერ შეძლეს. სამი მოსკოველი მთავრსროლელი მყინვარწვერიდან დაშვებისას მეტეოსადგურსა და გერგეთის სამების ტაძარს შორის ზვავის ჩამოწოლის შედეგად თოლში ჩაიმარხა. სტიქიას გადაურჩა ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. 19 წლის მაქსიმ ტარასოვი უკრაინელმა ტურისტებმა აღმოაჩინეს. Из-за плохой погоды мы решили. უამინდობის გამო გადავწყვიტეთ და დავშვებულიყავით ქვემოთ. ყაზბეგზე ასვლის პერსპექტივა დიდთოლობის გამო არ გამოვიდა. თოვლის საფარმა მეტნახევარს მიაღწია. ჩვენ ვიპოვეთ მაქსიმე, ვეცადეთ რომ განარჩენებიც მოგვეძებნა, მაგრამ არ გქონდა აღჭურვილობა და დრო. Ничего не получилось, потому что не было ни снаряжения, ни времени. გადარჩენილი მთავრსროლელი ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ექიმის განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაქსიმ ტარასოვს თითები აქვს მოყინული. ჩემთან რომ მოიყვანეს საღამოს 10 საათი იქნებოდა და ხელები ჰქონდა დამწერალი, ბაყინალი. მე მთხოვეს ექიმი გამომიძახინა. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება და მოვიდნენ და გაუკეთეს პირველად დახმარება წაიყვანეს. შემოსვლისა სამწყობი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჰემოდინამიკა სტაბილური იყო, ამჟამადაც ასევე გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები მყინვარწვერზე იშვიათად, თუმცა მაინც ხდება. გუდაურის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მწვერვალზე ამსვლელი ტურისტებისთვის ზამთრის სეზონი მსგავსი სტიქიური უბედურებების გამო განსაკუთრებით სახიფათოა. ვინაიდან ხილვადობა არ არის და ძალიან ცუდი ამინდია, ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაცია. ჩვენ აქ მობილიზებული ვართ გუდაურის სამაშველო და ასევე ყაზბეგის სამაშველო სამსახური ერთად მიჭები და ველოდებით ამინდის გამოსვლას. დაკარგული რუსი ტურისტების ძებნას სამაშველო სამსახური სავარაუდოდ ხვალიდან განაახლებს. და ბოლო ინფორმაციით სტეფანწმინდიდან ახლა ჩვენი კორესპონდენტი ნათია ხარტიშვილი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. ნათია, რა ხდება ამ წუთებში რაიონში? თამთა სამძებრო სამუშაოების ჩატარება მყინვარწვერზე ამ დრომდე არ დაწყებულა. მობილიზებულია როგორც ყაზბეგის, ასევე გუდაურის სამაშველო სამსახურები. ისინი გამოამინდებას ხვალისთვის ელოდებიან და სამძებრო სამუშაოებს დილიდან დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ ზვავმა 4 კაციანი მთასვლელთა ჯგუფი გუშინ საღამოს დაიტანა. გადარჩენილია ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მკურნალობას ყაზბეგის რაიონის სამედიცინო ცენტრში გადის. დაკარგულია 3 ადამიანი. გმადლობთ ნათია, ეს იყო პირდაპირ ჩართვა სტეფანწმინდიდან და ჩვენი კორესპონდენტი ნათია ხარტიშვილი.